მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დღეს გვექნება მოკლე საჯარო გაშლა ერთპოზიციანი. ხვალ 3 მარტს გვექნება წითელი მთვარე. წითელი ბუკვალურად არა, მაგრამ წითელ მთვარეს უძახიან, რადგანაც ხვალინდელი მთვარის ფაზა დასვამს წერტილს იმ დაბნელებების დერეფანში, რაც გვქონდა აქამდე და ასე რომ თქვა საბოლოო წერტილს დაუსვამს იმ ცვლილებებს, რაც დაიწყო, რაც ხდება. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხვალინდელი დღე გავატაროთ მაქსიმალურად ისე სიმშვიდეში, გავაცნობიეროთ და გამოვიყენოთ იმისათვის, რომ დავხუროთ ის, რაც უკვე დიდი ხანია გვინდა რომ დავხუროთ, ან გავუშვათ ის, რაც დიდი ხანია გვინდა რომ გავუშვათ ჩვენი ცხოვრებიდან. დღევანდელი გაშლაც ამას მიეძღვნება, ხო? რა არის ის, რაც რეალურად დროა, რომ გავუშვათ ჩვენი ცხოვრებიდან, იმიტომ რომ რეალურად ეს იკავებს ადგილს და პირიქით ამის გაშვება გაგვიაქტიურებს უფრო მეტად სხვა მოვლენებს ჩვენს ცხოვრებაში, უფრო მეტად სასიხარულო მოვლენებს, ხო? და გაშლაც მიეძღვნება ამ თემას. იქნება მოკლე ეს გაშლა, დამებრძოლა მოკლე ეს გაშლა და ამიტომ ვისთვისაც აქტუალურია, შეგიძლიათ მოусმინოთ, ხო? დასაწყისისთვის დავიწყოთ, რა თქმა უნდა, სიგნიფიკაციით დავიწყოთ. თუ აი ახლა როგორ ენერგიებში ხართ თქვენი ცხოვრების აი ამ ეტაპზე, როგორ ენერგიებში იმყოფებით ახლა თქვენი ცხოვრების. ბევრი არის მოწყენილი და ბევრთან არის ესეთი მომენტი, რომ აი ბევრი ფიქრი, იდეა, რა გავაკეთო, ვიღაცის შესაძლოა მანიფესტაციასაც მიმართავდეს აი სრული სასრულების ტექნიკებს, სხვადასხვა სახის მედიტაციებს, მაგრამ ეს ყველაფერი თქვენ გეჩვენებათ, რომ არ მუშაობს ეს ყველაფერი. აი ესეთი გრძნობა შესაძლოა გქონდეთ, რომ ესეც ვცადე, ისიც ვცადე, მაგრამ აი ეს ყველაფერი არის სისულელი, არ მუშაობს. ასევე ბევრი გეგმები გაქვთ, ბევრი პროექტები შეიძლება გქონდათ და რაღაც ვერ გამოვიდა და ამიტომაც იყოთ მოწყენილები, ან ახლა გაქვთ, მაგრამ ისე აი თითქოს ისეთ შთაბეჭდილება მექნება, რომ აი ისე არ არის, როგორც გინდოდათ რომ ყოფილიყო, ან ისე არ არის, როგორც გინდათ, რის გამოთაც შესაძლოა განიცდიდეთ სევდას, მოწყენილობას, უიმედობას, პესიმიზმს, ხო? და ამიტომაც აქ აი ასეთი ენერგიები და საერთოდ მანიფესტაციებზეც მინდა ვისაუბრო, მეგობრებო, შინაგანი განწყობა თუ არა გვაქვს, უბრალოდ სიტყვების მეორება, თუ ეს სიტყვები არ არის გაჟღენთილი აი იმ ზუსტი ემოციით, რომ კი ჩვენ ეს აგვეხდა და ჩვენ შევიგრძნობთ იმ განცდებს, რაც სურვილი სასრულების დროს ვგრძნობთ, ხო? აი უბრალოდ სიტყვით მანიფესტაციას დიდი შედეგი არ ექნება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? მე მიდევს აქ ჩემ არხზე მედიტაცია ჯონ კეხოს მიხედვით, ჯონ კეხოს მედიტაცია, რომელიც გეხმარებათ, რომ ასე რომ ვთქვათ, იმ რეალობაში დავიწყოთ ცხოვრება, რაც არის ჩვენი ოცნება, ან ჩვენი სურვილი. და ეს მართლაც ეფექტურია და შეგიძლიათ გამოიყენოთ, რეკლამა გამოთიშული მაქვს და ეს სრულიად უფასო არის თქვენთვის და შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ მედიტაციით, ხო? კარგი. ერთი სიტყვით სიგნიფიკაცია არის აქ, ძალიან ზოგადად რომ ვთქვათ და ამაზე მე აღარ გავჩერდები და გავაგრძელოთ ახლა უკვე ჩვენ, ხო? რა არის ის, რაც აი გიშლით ხელს გადმომივარდა. კარგი, შევინახავთ და თუ საჭირო იქნება ისევ ამოვა. რა არის ის? კიდე გადმომივარდა. რა არის ის, რაც გიშლით ხელს რეალურად და всё რა მოყირჭებული საკითხია თქვენი ცხოვრების ეს და დროა გაუშვათ, იმიტომ რომ ამის გაშვება გააქტიურებს უფრო მეტ ვრცელ სასიხარულო მოვლენებს. რა არის ეს? გვაჩვენეთ. აშკარად ასე არის. კარგი, თასების რაინდი აქ რაღაც არის თუ ვიღაც. რაღაც რაც უკავშირდება ემოციებს, ხო? არ გამოვრიცხავ, რადგანაც ეს საჯარო გაშლა შესაძლოა მართლაც ვიღაცასთან პიროვნებაც კი იყოს ეს, ვიღაც თასების რაინდი, შესაძლოა ეს იყოს ის პიროვნება, ვის მიმართაც თქვენ გაქვთ ესეთი ემოციები, ხო? ხანგრძლივად მიდის თან ეს მდგომარეობა და არაერთხელ შესაძლოა ამ ადამიანმა გადკინათ გული, მოგაყენათ აი ასეთი ტკივილი და შესაძლოა ეს ეხებოდეს კონკრეტულ პიროვნებას,
ან უბრალოდ ეხებოდეს სიტუაციას თქვენს ემოციებთან დაკავშირებით. აქ უფრო მეტად ვისაუბრო ემოციებზე, თუ კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით ჯობია რომ ვისაუბრო აქ, რადგანაც უფრო მეტად აქ არის კონკრეტული პიროვნება თქვენს ცხოვრებაში, ვინამაც ბევრჯერ გადგინათ გული, ასე რომ ვთქვათ, ხო? გაგიცრუათ იმედები და მთლად ისეთი სუფთა სიღრმისეული გრძნობები შესაძლოა გქონდა თქვენს მიმართ სიღრმისეული გრძნობები, მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო ის, რასაც თქვენ იმსახურებდით, ასე რომ ვთქვათ, ხო? ან რასაც ელოდებოდით მისგან. და ემოციებზე შეგვიძლია საუბარი იმ შემთხვევაში, აი ისეთ ემოციებზე, რომ დრო არის, რომ დავტოვოთ ის, რაც იყო აქამდე ამ ადამიანთან და თითქოს აი რაღაც სხვა გზით წავმართოთ ეს სიტუაცია, ხო? აქ გაუშვას კონკრეტულად ეს სიტუაცია ამ ადამიანთან, თუ თვითონ ეს ადამიანი, ეს სიტუაცია. ორივე სიტუაციაც შეგიძლიათ გაუშვათ და ეს ადამიანიც შეგიძლიათ გაუშვათ, ხო? აი ეს არის აქ რადგანაც საჯაროა ეს გაშლა და ძალიან ზოგადი, შეგიძლიათ, თქვენ კონკრეტულ სიტუაციაზე მოარგეთ, რა თქმა უნდა, და იქიდან მიხედვით რა გრძნობებიც წამოგივათ, აი იმის მიხედვით იხემძღვანელეთ, თუ არის კონკრეტული ადამიანი ვის მიმართაც, აი ახლა ამ გაშლას რო ისმენთ, მოგდით აზრები, იდეები ან შეგრძნებთ, რომ აი ხო, კი ეს არის, ხო, ესე იგი ხო. თუ არ მოგდით ვინმე კონკრეტული ადამიანი აზრად, შესაძლოა თქვენ სასიყვარულო სფეროში იყოს რაღაც ისეთი, რაც ჯერ კიდევ გიშლიდეთ ხელს თქვენ, რომ მაგალითად ვისთვისაც აქტუალურია შეხვდეთ ურთიერთობაში ან მოვიდეს თქვენ სასიყვარულო ცხოვრებაში ისეთი პარტნიორი, ვინც ნამდვილად თქვენი პარტნიორია, ხო? აი, ესეც შესაძლოა იყოს აქ და ამიტომ თქვენ თვითონ დაუფიქრდით აქ ზუსტად რა დეტალით ვლინდება თქვენთან ეს ისტორია, ხო? კიდევ უფრო გავშლი ახლა მე ამ თემას, უფრო მეტად ვრცლად რა არის ეს, რაც უნდა გაუშვას აქ კიდევ, რაც უნდა გაუშვათ თქვენ. არჩევანი, სადაც თქვენ ირჩევთ ნამდვილ გრძნობებს, სიყვარულს, ბედნიერებას, სადაც არის ვითარება, სადაც არის ორივე მხარე, ხო? სადაც არ არის მარტო ერთი მხარე ჩართული. ესე იგი, ის არჩევანი, სადაც თქვენ ირჩევთ ისეთ ნამდვილ სიყვარულს, სადაც თქვენ და ის მეორე ადამიანი კი. სადაც ის მეორე ადამიანი აქტიურობს, სადაც ის ადამიანი დგამს აქტიურ ნაბიჯებს, სადაც თქვენ შეგიძლიათ დაეყრდნოთ ამ მეორე ადამიანს, სადაც თქვენ ხედავთ რეალურ შედეგს, რეალურ ნაბიჯებს თქვენს მიმართულებით, მაგალითად, ხო? აი და აირჩიოთ ასეთი სცენარი, აირჩიოთ ასეთი რაღაც აირჩიოთ, ხო? და არა ის, რომ აი რაღაც თქვენ იტანჯოთ და ერთი სიტყვით აქ მთავარი, რისგანაც სასურველია გავთავისუფლდეთ, ის მოდელი ურთიერთობის არ არის აუცილებელი მანდ-მაინც რომანტიული ურთიერთობა იყოს, შესაძლოა ვიღაცასთან მეგობრობასაც კი ეხებოდეს, ვიღაცასთან ახლო ადამიანს, ხო? მაგრამ ზოგადად მთავარი აქ არის ის, რომ გავთავისუფლდეთ და გავუშვათ ის მოდელი, სადაც მარტო ჩვენ ვაკეთებთ რაღაცას და მეორე ადამიანი ზის და არაფერს არ აკეთებს, ხო? აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქ, იმიტომ რომ მოვიდა დრო, რომ აირჩიოთ ის, სადაც არის ორივე, სადაც არის გარკვეულობა, სადაც მე ვიცი რა ხდება, სადაც ჩემი საზღვრები დაცულია, სხვა ადამიანის საზღვრები დაცულია ბუნებრივია და სადაც მე მაქვს კონკრეტული წარმოდგენა, თუ რა ხდება, როგორ, რანაირად, სად მივდივართ, ერთ ხაზზე ვართ თუ არა ვართ ეს ხაზზე, ერთ ტალღაზე ვართ თუ არა ვართ ერთ ტალღაზე და რა მიმართულებით მივდივართ, ხო? აი მოვიდა დრო, რომ ავირჩიოთ ეს და გავუშვათ ისეთი ისტორიები, ან ისეთი ადამიანები, რომლებიც უბრალოდ აი ეს ოთხსელებში რაღაცებს გულაიქებენ, გუკომენტარებენ და იმის იქეთ მეტი არაფერი და არიან თაყვანის ცემლების პოზიციებზე, მაგრამ იმის მეტი რაღაც რეალურ, ისეთ სტაბილურ, პერსპექტიულ ნაბიჯებს არ დგამენ, ხო? აი დროა რომ ასეთი ადამიანები გავუშვათ, იმიტომ რომ ან დავტოვოთ უბრალოდ იქ, სადაც არიან და რაღაც იმედები მათზე არ დავამყაროთ, ხო? აი ეს არის აქ მნიშვნელოვანი. კარგი, მოდი ახლა ვიკითხავ. ახლა მე ვიკითხავ. ხო, კიდევ აქ მინდა ისეთ დავამატრო, შესაძლოა ვიღაცისთვის აქ იყოს თქვენი გულის ტკენა გაუშვათ, ხო? თქვენი გულის ტკენა, თუ ვინმემ გატკინათ გული აქ განსაკუთრებით ესეთ თქვენ სასიყვარულო სფეროში და თქვენ ჯერ კიდევ შესაძლოა ეს გქონდეთ თქვენ გულში, რაც გიშლიდეთ
ხელს თქვენს ურთიერთობებში ზოგადად, ხო? ესეც შესაძლოა იყოს როგორც ალტერნატივა. კარგი, ნახოთ ახლა რატომ არის სასურველი, რომ აი ეს გავუშვათ? რატომ არის? რომ შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში ახალი ენერგიები, რომ იყოს ცვლილება, რომ არ იბუქსაოთ, ასე რომ ვთქვათ, ერთი და იგივე ისტორიაზე, ერთი და იგივე ადგილას და რაღაც 500 მილიონჯერ ერთი და იგივე საკითხზე რომ არ წაატეხოთ კისერი და არ დარჩეთ ასე. ასე ვთქვათ, სტაგნაციაში რომ არ იყოს თქვენი ცხოვრება და თქვენ, რომ იყოს ცვლილება, რომ იყოს სიხალისე, რომ იყოს წინსვლა. აი ამიტომ. კარგი, რას მოიტანს თქვენ ცხოვრებაში, აი თუ აი ამ მოდელს, ან თუ კონკრეტული ადამიანია, ხო, იმ შემთხვევაში ამის გაშვება, რას მოიტანს თქვენ ცხოვრებაში? აქ ძალიან დიდი პერსპექტივაა, რომ აი ამის შემთხვევაში თუ მაგალითად აი ვიღაც ასეთ პიროვნებას ან რაღაც ასეთ ისტორიას გავუშვებთ ან გავაცნობიერებთ, ხო? პირველი მოიტანს იმას, რომ ძალიან დიდ გაცნობიერებას მოიტანს ჩვენში. გაცნობიერებას იმასთან დაკავშირებით, თუ всё, მე მექნება კონკრეტული ხატი იმისი, თუ როგორი პარტნიორი მინდა, ან როგორი ადამიანი მინდა ჩემს გვერდით, რაც შემდეგ უკვე გამოიწვევს იმას, რომ გააქტიურდება ის ხაზი, სადაც რეალური პერსპექტივა იქნება ასეთი ადამიანის ან ასეთი პიროვნების გამოჩენა ჩემს სასიყვარულო სფეროში. აი ეს არის აქ. კარგი. რას ურჩევთ აი ამ სიტუაციასთან დაკავშირებით ჩვენს მაყურებელს, მსმენელს? ხო, რომ დაიცავით თქვენი საზღვრები. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი არ მიეცეთ თავდავიწყებას ვიღაც პიროვნებასთან ერთად რეალურად ვისთანაც არ არის პერსპექტივა და შესაძლოა ეს იყოს რაღაც სექსუალური გართობა ან დროებითი გართობა, რასაც შესაძლოა არ კონდეს პერსპექტივა, ხო? და ამიტომ აქ ძალიან ფრთხილად, დაკვირვებულად, აუჩქარებლად გადახედეთ მოვლენებს ამ თუ კონკრეტული ადამიანია, კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებთ, რომ ღირს თუ არა ეს შანსი ამას, თუ ეს უბრალოდ ვნებაა, თუ ეს უბრალოდ ლტოლოა, ხო? აი ამას დაუკვირდით და დაუფიქრდით, ძალიან მნიშვნელოვანია ეს. კარგი, აი ამ წითელი მთვარეზე, ხო? ეს წითელი მთვარე რო გვექნება ხვალ, რას ურჩევთ? რას ურჩევთ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს? რას ურჩევთ? ბуквალურად რომ მთვარე ამოვიდა. აქ კარგი იქნება, რომ მაგალითად განახორციელოთ ისეთი აი როგორ თქვა სწორ სიტყვაზე ვფიქრობ ახლა, მაგალითად რომ დაწეროთ ის, რისგანაც გინდათ განთავისუფლება. აი მე თავისუფლდები მაგალითად გულის ტკენიდან, თავისუფლდები იმ სცენარებიდან, სადაც მე ასე მეკცეოდნენ, სადაც მე ასე გრძნობდი, სადაც მე ასე განვიცდიდი თავს, ხო? აი ასე ჩამოწერეთ. არ ჩამოწეროთ სახელი გვარები და აი ამის განთავისუფლდები და ეს არ მჭირდება და ის არ მჭირდება, არამედ თვითონ მდგომარეობა აღწერეთ თქვენ როგორ გრძნობდით თავს და რა ვითარება იყო, რა სიტუაცია იყო ზოგადად, ხო? თქვენთვის და თქვენი ცხოვრებისთვის. აი ეს აღწერეთ და თავისუფლდები ამისგან, ხო? ეს ძალიან მშვენიერია, რომ აი ჩამოწეროთ ის ყველაფერი, რაც თქვენ უკვე აღარ გჭირდებათ, ან რაც უკვე მივიდათ დასასრულამდე და დროა რომ თქვენ უბრალოდ წერტილი დასვათ ამ თქვენი ქმედებით, რაც დახურავს, ასე რომ ვთქვათ, გეშტალტს და უკვე შესაძლებელი იქნება, რომ მოიზიდოთ ახალი, ხო? როდესაც აი ამ ტექნიკას გააკეთებთ, რომ დახუროთ რაღაც, როდესაც იქნება შესაფერისი ფაზა მთვარის, უკვე პირიქით გააკეთეთ დათესვა თქვენი მაგალითად განზრახვის, ხო? აი მე მინდა მოვიზიდო ეს და ეს სიტუაცია, ან კონკრეტული ერთი სიტუაცია, ხო? ესეც კარგი იქნება და სასურველი, ან უბრალოდ შეგიძლიათ აი ამ ტექნიკას როდესაც განახორციელებთ, შემდეგ უკვე წარმოიდგინოთ რას მოიზიდავთ. აღარ დაწეროთ, არამედ წარმოიდგინოთ, ხო? ეს იმისთვის, რომ მარტო განთავისუფლება კი არ იყოს, არამედ რაღაც ისეთიც ხელჩასაჭიდებელი გვექნეს, რასაც მოვიზიდავთ, ხო? ესეც მნიშვნელოვანია. ასე რომ ეს ასეთი პრაქტიკაც თქვენთვის. ბოდიშით მომიწევთ დაპაუზება. ხო, აი ესეც ძალიან მნიშვნელოვანი აქ. და მინდა აქ კიდევ ვნახო თქვენთვის რა მოდის, ხო, თქვენ ცხოვრებაში აქ, რომ გაგახალისოთ, მოტივაცია მოგცეთ
რა მოდის ისეთი თქვენ ცხოვრებაში, აი ახლა, რაც რეალურად ძალიან გაგახარებთ თქვენ, ხო? ძირზე მამაკაცის კარტი. კარგი რა მოდის. ნახეთ, უბრალოდ. ძირზე ხო იყო მამაკაცის კარტი და აქ კიდევ ქალის. ერთი სიტყვით თქვენ ცხოვრებაში აქ მოდის თქვენი სურვილების ასრულება. ვისთვისაც აქტუალური იყო წყვილი, პარტნიორობა, ურთიერთობა, ეს ან ბიზნეს პარტნიორობა, ხო, მაგალითად ვიღაცისთვის ეს იყო აქტუალური, ნებისმიერი სახის პარტნიორობა, რაზეც ოცნებობდით, რასაც შენატროდით და დიდი ხანია თან ოცნებობდით, ეს მოდის თქვენ ცხოვრებაში, თქვენი სურვილი აქ ახდება ამ საკითხთან დაკავშირებით. კარგი, მაშინ ვკითხოთ რჩევა. რჩევა თქვენთვის აქ. რჩევა თქვენთვის, ხო? რა გააკეთოთ? Manifesting is my superpower. Manifestაცია ჩემი სუპერძალაა. ხო? Manifestაცია ჩემი სუპერძალაა. ეხლა თვითონ წითელ მთვარეზე manifestაცია არ მგონია ისეთი შესაბამისი იდეა, მაგრამ აი როგორც გითხარით რამდენიმე წუთის უკან, რომ გავაკეთოთ დახურვა იმ საკითხების ენერგეტიკულად, რაც ჩვენ დასახური გვაქვს, აი ამ ქმედების მეშვეობით, რომ დავწეროთ, ჩამოვწეროთ და შემდეგ შეგიძლიათ დაწვათ სხვათა შორის ეს ფურცელი, ან მაგალითად წყლის ტექნიკა გამოიყენოთ და წყალში ჩააგდოთ ეს ფურცელი. დახიოთ, დააკუწმაძოთ და წყალში ჩააგდოთ. აიღოთ ჯამი, ავსოთ წყლით, ამ ჯამში დააკუწმაძოთ და შემდეგ ჩაყაროთ, ან დაწვათ, ხო? აქ ბევრნაირი ტექნიკა შესაძლოა, ბევრნაირი ვარიაცია შესაძლოა გქონდეს ამას. აქ უკვე თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ. ეს ძალიან კარგი იქნება, რომ გააკეთოთ და შემდეგ უკვე შესაბამის მთვარის ფაზაზე უკვე შეგიძლიათ გააკეთოთ манифестაცია, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგიძლიათ გააკეთოთ ზუსტად ის манифестაცია, ის манифестაცია, მედიტაცია, რაც მე მიდევს აქ ჩემს არხზე, დევს მედიტაციების პლეილისტში, აი მართლა გირჩევთ, მე თვითონაც ვიყენებდი და მართლა აი ძალიან დამხმარე ტექნიკაა ეს მედიტაცია. შეგიძლიათ ასე, შეგიძლიათ კიდევ სხვა გზით, რაც თქვენთვის უფრო მეტად კომფორტულია, მაგრამ აი უბრალოდ სიტყვები არ იმეოროთ, თუ თქვენ არ გრძნობთ და არ შეიგრძნობთ ამ სიტყვებს და მდგომარეობას, რადგანაც манифестაცია მოქმედებს მაშინ, როდესაც ჩვენ ენერგეტიკულად ვმუხტავთ ამ სიტყვებს. იმაში მოქმედებს, თორე უბრალოდ რო სიტყვებს ვამბობთ, ეს არც არ აკეთებს, რა თქმა უნდა. ხო? აი ასეთი რჩევა იყო აქ თქვენთვის, ისეთი მოკლე ზოგადი ინფორმაცია. იმედია ეს ინფორმაცია ბევრს თქვენგან დაგეხმარებათ, გამოიყენებთ და გისურვებთ მშვიდობიან წითელ მთვარეობას, მშვიდობიან დღეს. მე ვიწერ და ხო, ჩემთან ჯერ კიდე დილა, ასე რომ ვინც ისმენთ მშვიდობიან დღეს, ვინც საღამოს ისმენთ და ღამით მშვიდობიან საღამოს და ღამეს და ასევე ძალიან გამიხარდება თუ კომენტარებში გამიზიარებთ, რა საკითხებთან დაკავშირებით კიდევ დაგაინტერესებდათ გაშლების მოსმენა. მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე, ბედის მატრიცის სესიებზე, აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო, ისიც მოგეწონათ, გამოიწერეთ ჩემი არხი და შევხვდებით გაშლებზე. წარმატებებს გისურვებთ ყველას.